ეს პოპულისტური ნაბიჯი იყო და არა რეალისტური, ნაცვლად იმისა, რომ სკოლისთვის მიგვეცა შესაბამისი ფუნქცია და შესაბამისი გავლენა, მათ შორის მისაღებ გამოცდილებზე, ისევე როგორც სკოლაში გვეზრუნა ხარისხის გაუმჯობესებაზე და იმ ცოდნის და კომპეტენციის განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია 12 წლის განმავლობაში, მე-12 კლასის გაუქმება არის ამ თვალსაზრისით სრული გადაწყვეტილი. იყვნენ და არიან მოსწავლეები, რომლებიც იღებენ საჯარო სკოლაში განათლებას და ამ საკუთარი განათლებით 12 კლასის დიპლომით, ატესტატით, რომელიც აღიარებულია ევროპაში და ამერიკაში, იღებენ სრულ დაფინანსებას და სრულ უმაღლეს განათლებას იმის საფუძველზე, რომ მათ დაამთავრეს 12 წლიანი სკოლა და მიიღეს შესაბამისი განათლება და არიან კონკურენტუნარიანი. ეს შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს მთლიანად გაუხრებათ, იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ თავსებადი ატესტატი, რათა ევროპისა და ამერიკის უმაღლესებში, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესებში ჩაბარონ. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, რომ ამაზე გამოსავალი შეთავაზა მთავრობამ, რომ თუ აქ ვერ დაამთავრებს 12 კლასს, ერთი წლით ადრე წავიდეს ევროპის ქვეყანაში, იქ დაამთავროს მე-12 კლასის და მერე გააგზავნოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ეს გამოსავალი არის და გზა არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი. ან მეორე გზა, როდესაც საერთაშორისო მაგალითად IB პროგრამა შეიძლება ფუნქციონირებდეს კერძო სკოლაში, რომლის გადასახადი 10,000 ევროდან იწყება წელიწადში საქართველოში, იქ მიიყვანოს შვილი ადამიანმა, გადაიხადოს წელიწადში 10,000 евро და მისცეს 12 წლიანი განათლება და შემდგომ წავიდეს ევროპის ქვეყნებში. ანუ ეს არის გამოსავალი მდიდარი ადამიანებისთვის, მაგრამ ნიჭიერი რიგითი ადამიანები, რომლებსაც ეს შესაძლებლობა ქონათ თავისი ცოდნით, უნარებით უმაღლესი განათლება მიეღოთ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სრული დაფინანსებით, ეს შესაძლებლობა ექნება დაკარგული. უბრალოდ სამწუხაროდ მათი რაოდენობა იმდენად დიდი არ არის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით უარყოფითი და ნეგატიური გამოხმაურება მოყოლოდა ამ შესაძლებლობას, თუმცა გრძელვადიანად თუ შევხედავთ, ნებისმიერი ოჯახი შეიძლება დადგეს აი ამ პრობლემის წინაშე, როდესაც ძალიან ნიჭიერმა შვილმა, იმიტომ რომ მას არ აქვს 12 წლიანი განათლება, ვეღარ შეძლო განათლების შესაბამისი განათლების მიღება.